ვაჭრობშაველას მესამე კვარტალში ვიმყოფებით. მე-15 კორპუსების წინ მიმდინარეობს რეკრეაციული სივრცის მოწყობითი სამუშაოები. პროექტის ფარგლებში სრულად რეაბილიტაცია ჩაუტარდება საფეხბურთო, საკალათბურთო მოედანს, ირგვლივ არსებული მწვანე სივრცე მთლიანად მოწესრიგებული იქნება, ახალი ხელმძღვანელოები დაირგება, ბავშვებისთვის გაკეთდება, დამონტაჟდება ატრაქციონები, დამოუკიდებელი სათამაშო სივრცე გაკეთდება, ასევე სავარჯიშო ფიტნეს ზონა, მოსასვენებელი ფანჩატურები, ხამის განათებები იქნება დამონტაჟებული, თავისი უსაფრთხოების ვიდეოკამერებით, სარწყავი სისტემები, სექტემბრის ბოლოს სამუშაოები მთლიანად იქნება გამთავრებული და ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი მწვანე სივრცე შეემატება აღნიშნულ უბანს, ირგვლივ ძალიან ბევრი საცხოვრებელი კორპუსია, უამრავი ოჯახი ცხოვრობს და მათ ეკნებათ ადგილი, სადაც შეძლებენ ვარჯიშს, დასვენებას, გართობას და ასე. პრემიერ-მინისტრის საქმესთან დაკავშირებით გითხავთ, წინაივან პროცესი ვკითხავ, ბარემ რადგან დავიწყე და მე რა ვკითხე. 8 პირი უნდა გათავისუფლდეს, ამ 8 ადამიანმა აღიარა დანაშაული პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმასთან დაკავშირებით და მანამდე ჯამში 21 პირმა გააფორმა საპროცესო შეთანხმება, რომლებიც ასევე აღიარებენ დანაშაულს და თქვენი შეფასებით ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ნამდვილად ძალადობრივ პროცესებს ჰქონდა ადგილი 4 ოქტომბერს. ხო, რაც შეეხება იმ კონკრეტულ ფაქტებს, მე მგონი ჩემი კომენტარიც არ არის საჭირო, იმიტომ ყველამ ნათლად დავინახეთ თუ რა პროცესები მიმდინარეობდა. გავიხსენოთ, ხო, მთელი თვეების განმავლობაში კამპანია ჰქონდათ გაჩაღებული სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით, რევოლუციის მოწყობასთან დაკავშირებით, ამაზე ღიად საუბრობდნენ პირდაპირ სატელევიზიო ეთერებში. გამოდიოდნენ, არეკლამებდნენ კიდეც ამ მოწოდებებს, რომ 4 ოქტომბერს ისინი აწყობდნენ სახელმწიფო გადატრიალებას და ეს მხოლოდ განცხადებების დონეზე არ დარჩა და მხოლოდ განცხადებებით არ შემოიფარგლებოდნენ. კონკრეტული ნაბიჯები გადადგეს, დაიწყეს მოქმედება, თუმცა რა თქმა უნდა, სახელმწიფოს შესაბამისმა სამსახურებმა იმოქმედეს დროულად, აღკვეთეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და დაკავებული იქნა კონკრეტული პირები. რა თქმა უნდა, ისინიც თავად აღიარებენ, რომ ეს იყო ძალადობა, ეს იყო კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, რაც რა თქმა უნდა, ყველა ადამიანისთვის, ვინც იხილა აღნიშნული კადრები, ყველასთვის ცხადია. ბატონო, ირაკლი კობახიძის ბრიფინგთან დაკავშირებით გითხავთ, განმარტა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებს და ბიძინა ივანიშვილზე ხდება გარედაში და შეტევები, ასევე განმარტა, რომ აქტორებს უნდათ, შიდა და გარე აქტორებს უნდათ, რომ 2012 წლამდე პერიოდს დაამსგავსონ ქვეყანა. ასევე ხაზი გაუსვა ბიძინა ივანიშვილის და სახელმწიფო ინსტიტუტების როლზე ქვეყანაში შენარჩუნებულ სტაბილურობასთან და განვითარებასთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია როგორი არის? ის რომ ქვეყანას ებრძვიან, მე მგონი, ამას ხედავს საზოგადოება. ეს არ დაწყებულა გუშინ, 2012 წლიდან მოყოლებული მიდის პირდაპირ შეტევა ქართულ სახელმწიფოზე, პირდაპირ შეტევა ბიძინა ივანიშვილზე, მის ოჯახზე, რა ვიცი, გადახედეთ რა განცხადებები კეთდება, რა მესიჯები ჟღერდება, სანქციებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზე, გულზე იყო დაფუძნებული და ეს შანტაჟი დღესაც გრძელდება ამ ადამიანის წინააღმდეგ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბიძინა ივანიშვილის როლი არის განსაკუთრებული ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. ჯერ დავიწყოთ 2012 წლის 1 ოქტომბერი, თქვენ იცით, რომ ამ ადამიანმა გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, როდესაც გააკეთა განაცხადი, სრულიად საქართველო გაერთიანდა ამ ადამიანის ირგვლივ და არჩევნებით დამარცხდა ის სისხლიანი რეჟიმი, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა წარმოადგენდა და დროთა განმავლობაში ხალხმა დაინახა, რომ ეს არ იყო მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა, ეს იყო ძალა, რომელიც იმართებოდა გარედან, გარე აქტორების ჩართულობით, მათი უშუალო დავალებებით და თუ კი რაიმე სიბინძური, თუ კი რაიმე საშინელება შეიძლება იკადროს ადამიანმა, ყველაფერი გააკეთეს და ყველაფერი აკადრეს ქართულ ხალხს. ბიძინა ივანიშვილის ჩართულობით ჩვენ მშვიდობიანად დავამარცხეთ ეს ძალა და ხედავთ, ხო, ქვეყანა დაუბრუნდა დემოკრატიული განვითარების გზას. ქვეყანაში დაცულია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, ქვეყანაში ისე როგორც არასდროს გამტკიცებულია სუვერენიტეტი, ვიცავთ ქვეყნის დამოუკიდებლობას, ეს ხადია მარტივი არ არის, ხო? შეიძლება ვიღაცამ
იფიქროს, რომ აი მარტივად ხდება ეს ყველაფერი. ძალიან სერიოზული შემოტევები მიდის, ძალიან დიდი ზეწოლა, რომელიც დღესაც გრძელდება და ხედავთ თქვენ რა ტიპის განცხადებები კეთდება სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, როგორია შემოტევა და ხალხმა დღეს უკვე ისიც ძალიან კარგად იცის, რომ რატო აქვს ამხელა ინტერესი, ხო, რა დგას ამის უკან, ხო, რა მოწოდებები იყო, რას გვეუბნებოდნენ კაბინეტებში, ეს ყველაფერი ცხადია და საზოგადოებამ იცის ეს ყველაფერი. შესაბამისად, ამით ის თქვა მინდა, რომ ბიზნეს ივანიშვილის როლი არის განსაკუთრებული იმაში, რომ დღეს ჩვენ მოვახერხეთ გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნება. მისი მონაწილეობით, გადაწყვეტილებებით ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია, მე ასე ვიტყოდი, ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. ბატონო, მიზანი რა არის? თქვენ საუბრობთ გარე და შიდა შეტევებზე, მიზანი რა არის რეალურად? ირაკლი ყაბახიძე ამბობს, რომ 2012 წლამდე პერიოდს უნდათ რომ დაამსგავსონ ქვეყანა. ხო, ნუ ძალიან მარტივია ხა მიზანი. მიზანი არის ის, რომ თავად მართავდნენ საქართველოს. და შემდეგ გამოიყენონ სხვადასხვა ქმედებებში, პირდაპირ მოწოდებები ხდებოდა ომში ჩართულობასთან დაკავშირებით. მე ერთ რამეს ვიტყვი. ის პოლიტიკა და საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელსაც დღეს ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო ახორციელებს, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ყველა მცირე და პატარა სახელმწიფო იგივე პოლიტიკურ კურსს გააგრძელებს, რასაც დღეს საქართველო, ქართული ოცნება და დემოკრატიული საქართველო. მაგრამ ჩვენ ნუ გვექნება იმის ილუზია და მოლოდინი, რომ შემდეგ ვიღაცები, ვინც დღეს აკრიტიკებს ჩვენს პრაგმატულ პოლიტიკას, გამოვა და ბოდის მოიხდის იმ პოლიტიკის გამო, რომელსაც იმ კრიტიკის გამო, რომელიც დღეს საქართველოსთან მიმართებაში ხდება. არა, ეს ასე არ მოხდება. მაგის ილუზია არ გქონდეს. მე უფრო მეც ვიტყვი, ისინი უბრალოდ ვერ წარმოუდგენია მათ, რომ საქართველოს ნაირმა პატარა ქვეყანამ როგორ გაბედა, როგორ გავბედეთ ჩვენ, დავიცავით ღირსება, დავიცავით ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი პრინციპული პოზიციით. აი ეს არის მათთვის სერიოზული პრობლემა და გამოწვევა, ვიდრე ომში ჩართულიყავით და მშვიდობიანი მოსახლეობა უდანაშაულო ხალხი დაგვეხოცა. ეს არის სამწუხარო რეალობა. მე სამხრეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებ, სადაც წერია, რომ არჩევნები დიდი მუქარის შანტაჟის ფონზე ჩაიარა. როგორ შეაფასებთ სამხრეთში ჩატარებულ არჩევნებს თქვენ? ხო, არ ვიცი, ხარ მინდა დეტალებში შევიდე ამ განცხადებებთან დაკავშირებით. რაც შეეხება სამხრეთ საქართველოს ურთიერთობას, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული ურთიერთობა. ფოტოჟურნალის პრემიერმაც ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ არასდროს საქართველოს და სომხეთის ურთიერთობა არ ყოფილა ისეთი მეგობრული, როგორიც არის დღეს. საბამისად, რაიმე ზედმეტი კომენტარისგან და განცხადებისგან თავშევი გავებდი აღნიშნულ დაკავშირებით. 11-ში ბრიუსელში შეხვედრა იმართება, მთავარი თემა არის მიზელის საკითხი და ტექნიკური ხასიათის იქნება ეს შეხვედრაო. რა მიზანი აქვთ მათ და რა წინაპირობებია ეს ტექნიკური შეხვედრაზე, როდესაც გვესაუბრებიან? ხო, ნუ მიზანი ახლა ვიცით, შანტაჟი გრძელდება ჩვეულებრივად და წარმოუდგენელია უბრალოდ ევროინტეგრაციის პროცესით აშანტაჟა მუდმივად ქვეყანა. ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განმარტება და განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის დიალოგისთვის, მზად არის კონსტრუქციული ურთიერთობებისთვის, თუმცა ვიღაცამ ზემოდან თითი გვიქნიოს, შეურაცხყოფა გვაყენოს მუდმივად, ეს კატეგორიულად მიუღებელია. ნუ არ ვიცი, რაზე იქნება საუბარი, თუმცა ვისმენთ იმ განცხადებებს, კრიტიკულ განცხადებებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ პულზე და სიცრუეზეა დაფუძნებული. ოპოზიციის დაპირისპირებასთან დაკავშირებითაც კითხავთ. შანტაჟს უწოდებთ. თქვენ რა არგუმენტებით ჩადიხართ ბრიუსელში? რა საუბრებით? მათი რეკომენდაციებიდან რა შეასრულეთ? აი რა ეტყვით, რომ ეს იყო შანტაჟი, ეს იყო რეკომენდაცია, ჩვენ რეკომენდაცია შევასრულებთ და შანტაჟს არ წამოვიდეს. ნახეთ, როდესაც საუბარია რეკომენდაციაზე, ხო, აი მაგალითად იყო მოწოდებები, რომ გამჭვირვალობის კანონმდებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პროცესებს, უნდა იყოს გაუქმებული. თქვენ დღემდე მოგისმენიათ, აი თავი პირველი ჟურნალისტები ბრძანდებთ. დღემდე თუ მოგისმენიათ მათი მხრიდან,
ერთი კონკრეტული განცხადება, განმარტება, რატო არის აღნიშნული კანონმდებლობა პრობლემური და რატომ ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პროცესს. არანაირი განცხადება არ გაკეთებულა ამასთან დაკავშირებით და არანაირი განმარტებები არ ყოფილა გაკეთებული აღნიშნულთან დაკავშირებით. მეტიც პირიქით ევროპაში და ევროპული ქვეყნები თავად საუბრობენ იმაზე, რომ მნიშვნელოვანია ამ ტიპის კანონმდებლობის მიღება თავიანთ ქვეყნებში. აი, ერთ-ერთი რეკომენდაცია არის მტრული რიტორიკის შეწყვეტა ევროკავშირის მიმართ. ჩვენ ვისმენთ თქვენი მხრიდან, თქვენი კოლეგების მხრიდან აგრესიულ, შეურაცხმყოფელ განცხადებებს, როგორც ინსტიტუტის და თითოეული ლიდერის. არა, როგორ გეკადრებოთ, ჩვენ ვიცავთ საკუთარ ქვეყანას, ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, იმიტომ რომ შენ თუ ჩემი მეგობარი ხარ, არ უნდა მომიწოდო ისეთი ნაბიჯების გადადმისკენ, რომელიც დამანგრეველი, დამღუპველი და დამაზიანებელი იქნება ჩემი სამშობლოსთვის, ჩემი ქვეყნისთვის, ამ შემთხვევაში საქართველოსთვის. როდესაც შენ ამ ტიპის მოწოდებებს აკეთებ, ეს არ არის მეგობრობა. როდესაც შენ გეუბნებიან, რომ უნდა ჩაერთო ომში და გახსნა მეორე ფრონტი, ეს არ არის მეგობრობა. როდესაც შენ მოგიწოდებენ და რეზოლუციებს იღებენ, რომ შეუერთდე სანქციებს, რომელიც დამაზიანებელი იქნება პირველ რიგში შენი ქვეყნისთვის, შენი ხალხისთვის, ეს არ არის მეგობრობა. ერთსაც გითხავთ ამავე თემაზე, ანუ ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვის საფრთხის წინაშე ვდგავართ, ხომ რეალურია ეს? წლებია ამაზე გაფრთხილებდნენ არაერთი ადამიანი მოქალაქეები ამბობდნენ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ევროინტეგრაციის პროცესი, ევროინტეგრაციის პროცესი ვერ იქნება გამოყენებული შანტაჟის იარაღად. და ჩვენ ამას არ მივიღებთ კიდევ ერთხელ, არ მივიღებთ ამ დამოკიდებულებას. ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ ვისაუბროთ, თუ კი რაიმე გამოსასწორებელია გვითხარით, ოღონდ ეს უნდა იყოს დაფუძნებული. არა, ნახეთ, ეგ არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მესიჯები გაჟღერებული მათი მხრიდან, ტყუილზე, სიცრუეზე დაფუძნებული, არანაირი არგუმენტაცია, არანაირი კონკრეტიკა და ახლა ვიღაცას რაღაცა თავისი მესიჯებით და განცხადებებით მოუნდეს რაღაცების შესვლა წარმოუდგენელია უბრალოდ ეს დამოუკიდებელი. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, სუვერენული სახელმწიფო. შეიძლება პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ უდიდესი კულტურის ტრადიციების მქონე ხალხი ვართ. ყველამ კეთილი უნდა ინებოს და პატივისცეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. ხალხი ძალიან ნახეთ, იმიტომ რომ მაგალითად შეურაცხყოფათ აღვქვამდი ხალხი ხედავს ძალიან კარგად ყველაფერს. ხალხი ხედავს იმ მოწოდებებს და ისმენს, რასაც აკეთებდით იგივე თქვენი ტელევიზიის საშუალებით, იგივე მეორე ფრონტთან დაკავშირებით, იგივე სანქციებთან მიერთებასთან დაკავშირებით და ხალხი ამას რო ხედავს, უყურებს, ანალიზს აკეთებს, ჩვენ რო შეცდომა დაგვეშვა და გადაგვედგა ისეთი ნაბიჯი, რომ მაგალითად მივერთებოდით სანქციებს. ეს გვექნებოდა უმძიმესი კატასტროფული მდგომარეობა. ჩვენ რომ გადაგვედგა ნაბიჯი, შეგვშლოდა და მეორე ფრონტი გაგვეხსნა ქვეყანაში, დღეს გვექნებოდა სრული კატასტროფა. ეს არის რეალობასთან დაკავშირებით კითხავთ, ყოფილი დახმარებული ნაციონალიზმის მოძრაობის წევრები კვლავ დაპირისპირებაში არიან ერთმანეთთან, არაერთ კრიტიკულ სიტყვებს ეუნებიან ერთმანეთს. ასევე მიხეილ სააკაშვილმა ლუზერები უწოდა ოპოზიციის წევრებს. როგორ შეაფასებთ, როდესაც თქვენ რომ ეს იქნებოდა საბოლოო გაერთიანება, მაგრამ ახალ ხედავთ არა, ნუ რა გაერთიანებაზეა საუბარი, ხა ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ ადამიანებს არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. ქვეყნის შიგნით ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ ქართულმა ხალხმა მხარი დაუჭიროს მათ, ხო? ყველამ ძალიან კარგად დაინახა ვის რა დამოკიდებულება აქვს, ვის რა ინტერესი აქვს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით. ამ ადამიანების ინტერესები, ამ ადამიანების ქმედებები არანაირად თანხმედრაში არ მოდის ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან. შესაბამისად, ხალხმა ძალიან კარგად იცის უკვე ვინ არის, მათ არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, არც პოლიტიკური, არც ადამიანური. ის გაერთიანება, რაზეც საუბრობდნენ. ხო, ესეც დროებითი აღმოჩნდა და ხედავთ ახლა როგორ შეურაცხყოფას აყენებენ ერთმანეთს და ცხადია ვერ იქნებოდა ეს გაერთიანება რაღაც ხანგრძლივი, იმიტომ რომ ჩვენ მანამდეც ბევრი გაერთიანებები, ბევრი პლატფორმები ვნახეთ. როდესაც ხარ დაკავებული რადიკალიზმით, როდესაც ხარ აგენტი, როდესაც შემჩნეული ხარ ღალატში შენი ქვეყნის, შენ ქვეყანასთან მიმართებით, რა თქმა უნდა, არანაირი რესურსი არ გაგაჩნია პოლიტიკური რაიმე წარმატებას.
უილსონი ამბობს, რომ საქართველო არის ჩინეთის და რუსეთის გავლენის ქვეშ და ის ინიციატივით გამოდის, სპეციალური ანგარიში მიიღო ამასთან დაკავშირებით. პირველი რაც შემიძლია გულწრფელად გითხრათ, საქართველო არის ქართველი ხალხის გავლენის ქვეშ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე როგორც პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ერთი რიგითი წევრი ვამაყობ იმ პოლიტიკით და იმ გადაწყვეტილებებით, რომელიც ჩვენმა გუნდმა ბოლო წლების განმავლობაში მიიღო და რეალურად ქართველ ხალხს დაუბრუნდა ძალაუფლება. ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებას ხვალ, ზეგ, მაზეგ, ვინ იქნება ხელისუფლებაში, ვის ანდობს ქვეყნის ბედს და არა გარედან მითითებებით, როგორც ეს 2012 წლამდე ხდებოდა. რაც შეეხება ხა ჯო უილსონს, მე მგონი ამაზე არ უნდა შევჩერდეთ, არასერიოზული ადამიანია თავისი განცხადებებით, თავისი დამოკიდებულებით თუნდაც საქართველოსთან დაკავშირებით, რო აჩვენო, დარწმუნებული ვარ, რუკაზე ვერ ნახავს სად არის საქართველო. რა მიზანი აქვს ირაკლი კირცხალიამ განაცხადა გუშინ, რომ საგზაო მოძრაობის წესებში ცვლილებები შევა, შემსუბუქდება ჯარიმები და დარეგულირდება რა სახის ცვლილებებს უნდა ველოდოთ და რატომ გახდა საჭიროება ამას. ამაზე იყო გუშინ განმარტება გაკეთებული, გუნდში დაიწყება მსჯელობა აღნიშნულთან დაკავშირებით და უახლოეს მომავალში ალბათ ის გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოდ იქნება მიღებული საზოგადოებისთვის ცხადით. თქვენ წილპასუხის მიღებაზე რა გითხრათ? ჯარიმების შემსუბუქების რეალურად ერთად გიპასუხოთ. რეალურად როდესაც ხედავთ მონაცემებს, სტატისტიკას, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ შემსუბუქება იქნებოდა ძალიან სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი, იმიტომ რომ ჯარიმების ზრდას რეალური შედეგი არ მოაქვს. ჯარიმა ზოგადად არის პრევენციული ღონისძიება, ხო? შესაბამისად, ყველამ მაქსიმალურად უნდა შევძლოთ, არ დავარღვიოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენი შეიძლება არასწორი ქმედებით დავაზიანოთ სხვა. იმიტომ აქ მოქალაქეების პასუხისგებლობაც და ჭართლობაც ძალიან მნიშვნელოვანია. საპარკინგის სივრცეზე ვკითხავ და მე კიდევ ერთი კითხვა მაქვს. საპარკინგის სივრცეების მოწყობა არის ერთ-ერთი პრობლემა, რასაც მოქალაქეები გვიყვებიან, როცა ვწერთ გაზრდილ ჯარიმებზე. ამბობენ, რომ რიგ შემთხვევებში საპარკინგის ჯარიმები მისდით, იმიტომ რომ თვითონაც იციან, რომ უწევთ დარღვევა, რადგან სივრცეები არ არის. აი ამაზე თქვენ წილყასუხის მიღებობას სათხედავთ, რას გააკეთებთ იმისთვის, რომ ზოგჯერ უნებლიე განზრახდარღვეული ჯარიმები არ მოხდეს, იმიტომ რომ სივრცე არ არსებობს. არის ახლა იმას დავაბრალებთ, რომ ვიღაცა მანქანას არასწორად აჩერებს მანქანას და ამას ვაბრალებთ, ვიღაცამ პარკინგი ვერ იპოვა, ხო? ეს მე ვფიქრობ არ არის სწორი დამოკიდებულება. ის პოლიტიკა სატრანსპორტო მიმართულებით, რომელიც მუნიციპალიტეტს აქვს, არის ძალიან მნიშვნელოვანი, არის ცოტა მტკივნეული რეფორმა, თუმცა აუცილებელი, საჭირო გრძელვადიან პერსპექტივაში ამას, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გათვალისწინებულია ზონალურ საათობრივი პარკირების შემოღება იმისთვის, რომ აი მაგალითად აქ მცხოვრებ ადამიანებს, რომელსაც ყავთ საკუთარი ავტომობილები, შეძლონ, რომელიც იქნება რეგისტრირებული, შეძლონ თავიანთ ქუჩაზე დაყენება ყოველგვარი გადასახადების გარეშე და ასე შემდეგ. ეს ეტაპობრივად ხორციელდება და რა თქმა უნდა, ყველა რაიონს და ყველა უბანს მოიცავს ეტაპობრივად. რა მიზანი აქვს მათ ქიმიური ნივთიერებების გამოყენებაზე და ნახევრთან ჯოლოსთან დაკავშირებით ცოტა ვთქვა. ჯოლოსთან დაკავშირებით ჩვენ ხედავთ, რომ ანუ ევროპელი ლიდერები ჩადიან ჩინეთთან, აქვთ კარგი ურთიერთობა, ისაუბრებიან და ჩვენთან რატომ აქვთ კრიტიკა? აი ამასთან დაკავშირებით ეცნო მითხრათ. ხო, წარმოუდგენელია უბრალოდ იგივე თუნდაც პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებსაც თუ შევხედავთ და მისი ადმინისტრაციის, რომ პირიქით საუბარია იმაზე, რომ ჩინეთთან გაათქონ ურთიერთობა, კიდევ უფრო მეგობრული გახადოს, პირდაპირ ჩინეთის პრეზიდენტს მეგობარს უწოდებს და ცხადია, თუ შევხედავთ ასევე ევროპული ქვეყნების ლიდერებს, პრეზიდენტებს, სხვადასხვა თანამდებობის პირებს, ყველა საუბრობს იმაზე, რომ ჩინეთთან მნიშვნელოვანია ურთიერთობების გაღრმავება, სტრატეგიული პარტნიორობა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენც
გამოვდივართ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე და ვატარებთ ისეთ პოლიტიკას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის პირველ რიგში იქნება მნიშვნელოვანი. მე უნდა გკითხოთ საიას ქონდა წყლის ჭალში ქიმიური ნივთიერებების გამოყენებაზე ბრიფინგი. ამბობს, რომ დეკემბრის შემდეგ რაც მიმართეს, ანუ არ ქონია პროკურატურას რეაგირება. დაზარალებულად არ უცნია ის ადამიანები, ვინც დაშავებულები იყვნენ სწორედ წყლის ჭავლის შემდეგ და სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნათ. ამბობენ, რომ ასეთი ქიმიური ნივთიერებების გამოყენება, რომელსაც არ არეგულირებს საკანონმდებლო მე ვიულობ თუთიყუში როგორ არის. ეგ ინფორმაცია მაინტერესებს რა მდგომარეობაშია თუთიყუში მას შემდეგ რაც ბუმბული დაკარგა. წყლის ჭალში ქიმიური ნივთიერებების შერევა ექსპერიმენტი